მოგესალმებით მეგობრებო, დიდხნიანი პაუზის მერე დავბრუნდით. სამწუხაროდ რაღაც პერიოდის განმავლობაში მაყუჩების გამო ვერ ვახერხებდით ქალაქში გადაადგილებას, მაგრამ ნუ ეხაც არ არის მიღებული ეს კანონი. კანონს ვარღვევთ დღეს, მაგრამ არაუშავს დღეს გვეპატიება. გამომიარა გიორგიმ, რომ წავიდეთო ჩემ სტადიონზე, ხა იქ შევხვდეთო და დინამო მოედანზე ბიჭო. ჩემს მოედანზეო, ხო. ხო და გული მიგზავს დღეს კაი ამბები გველოდება წინ, რა მოკლედ, ხო და წავედით ესე იგი გიოს მოედანზე, აი ამ ბაიკებით მივდივართ, გიომ თავისი თანოსი მოიყვანა აქ იასავნის ფერში და ის ჩაფხუტი რო არის, ეს ჩაფხუტი შემპირდა ძალიან დიდი ხნის წინ და დღეს უნდა მაჩვენოს. ხო, რა? ხო და ესეთ შეთანხმება დამიდო, რომ მახათაზეო თუ შენახვალ პირველიო გჩუქნიო და თუ მიავალო, ვიწუწუნებ და ისე გაჩუქებოდა, ნახოთ. ეს ყველაფერი არის პირდაპირ მნიშვნელობით ჭუჭუს მიტოლება მეგობრებო და სახში და საძინებელში არ გაიმეოროთ. ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, უბრალოდ ვიცი რომ ესეთი კლეობები უფრო გევასებას მაყურებლებს და ამიტომ ვიღებთ ამ ყველაფერს. წავედით მოკლედ, ცოტათი დავატოვებთ მე და გიო. ვიცი რომ გამასწრებს, თან დავუთმობ დღეს ჯანდაბას. რას დამითმობ ბიჭო? გადი დამასწრე. წავედით. გიომ დაჟე ფორა რომ მოგცეო მარტო არ ვიქნებიო რა და გზავრიც მოყავს და ეხლა ვამზადებთ ჩაფხუტი ხომ ისა კურტკასაც მიცავს და ჩანთაც უნდა მივაწოდო ფეხსაც მოლები არ გიქს ამოღებული აუ ზედმაც ვიათ ვერ გაგაცმედია წავედით ეს რაზო მაგა გავსო მოტო ფეხსაც რომ მივცევ ეგრე ცოტა ძიმია კოჭებს დაგიფარო ცედებო ცოტა დამამშვიდებელი დამჭირდება მე მგონი და ტრანკვილიზატორი არ მოყვა შენ? როკორიზატორი? ტრანკვილიზატორი გჭირდება და მაგიტო. ნახეთ, ცოტა ხანში ჩემი გახდება ეს ჯოკერის ჩაფხუტი. თან იცის როგორ ძალიან მიყვარს ჯოკერი რა და თავის კოღოები თავი მოიკლეს. აი ისინი, აი. ეს იყოს ახალი იყოს, მე თვითონ რომ გავხსნა ეგეთი, არა პრობლემა. ხო, მიყვარს პარკების შემოხევა. ექცაბი, ვატსაპ. გაითვალ, კარგად, არ გამოჩ. ვატსაპი. მერე? 10 წელი ერთ თო. წავედით. მოკლედ მე გზა არ ვიცი, ზუსტად სად უნდა მივიდეთ, ამიტომ გავყვები უკან და ეს ვინ მალე მივა და შევეჯიბროთ და ამბები ნაკლებად მაინტერესებს. მით უმეტეს ქალაქში. ტრეკზე არ გავდივარ შესაჯიბრებლად და ხა ქალაქში მით უმეტეს არ დავიწყებ. ასე რომ წავედით. აჰა. პირველი დარღვევა ეგრევე გადააჭრა ჯიგარმა. რანაირად დადიან ეს მოტოები მოკლედ რა, როგორ შეიძლება? პროცესზე სიარული. სამხრივზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის ხაზში სიარული შეგვიძლია, ესე სიარული არ შეგვიძლია, რადგან ეს არის საპირისპირო მომავალი გზა. ამ შემთხვევაში გვეგზავნება სიარული, მაგრამ რავი, გავყვეთ გიოს. დღეს მოკლედ ბევრ რაღაცას ვარღვევთ და იმედია მშვიდობით დავბრუნდებთ. ძალიან ბევრ კანონს არღვევ. აქ არ გვეკუთვნის სიარული. რო კითხო მოტო ინსტრუქტორი არის და ასწავლის პრავაზე რა უნდა ჩააბარო. ხო და არ გეკუთვნის საპირისპიროზე. ამაზე აჩერებენ და მე რო გამაჩერო წამართმევენ მოტოციკლს აკრაპოვიჩის გამო. გადავამოწმებ მე მაგ ამბავს. მე რამხელაწრეებს ვარტყავ და სახლში მივიდე. აი სადღაც იქით ვცხოვრობ რა და დარბაზიდან 20 წუთი უნდები ხოლმე. თავარია დღეს პატრული არ გაგვაჩერებს და ეს კიდე კაცს არ გაიტანს. ყველაფერი დაარღვია, რაც კი რამის დარღვევა შეიძლებოდა. მწვანეზე გავიდა როგორ მოხდა ახაც. აუ მე რა იტყვის რომ იგასწარიო ჩემ
ბოდიში ხალხო დღეს მეპატიება, იმიტომ რომ ამ არაადეკვატურ ადამიანს მიყვები უკან. ხალხო გთხოვთ ესეთი რაღაცები არ გაიმეოროთ, მეც პირველად ვაკეთებ და უკანასკნელად. დაგვიწერენ, ისეთებს აკეთებ დღეს. დაგვიწერენ დღეს თქო იმდენ რაღაცას არ ღვევ. და რომ მიმტკიცებს არ ვარღვევ, ხალხო დაწერეთ კომენტარებში რამდენი წესი დაარღვია და რამდენი კანონი დაარღვია და კიდე რამდენს დაარღვევს სანამ ახათამდე ავალთ. აქ მე მგონი რაღაცა 18 პლუსი ხდება. რა საბურავე? საბურავია გამოსაცნობ მე. ესე მიმასწრებ ხა. კაია ცოტა საწოს დავზოგავ. ჩამიკრო ბაიკი და სანამ დავკოკე და სანამ ვიქარი აკეთა. მაინც ბევრ წოვს და ცოტა საწოს დავზოგავ. რა წოვს ჯოვეთ მაქსიმუმ 12 ლიტრა ხა. მე ცოტა? რა? ცოტა მერე. ეს რამდენი ხავ? რამდენი? ლიტრა და 9. და თავსებაკი შეგიძლია ბათუმში ჩახვიდე ქუთაისამდე ჩავო. მაგარი. რუგია გათხოვებ. არა იოს. ამინდში გაგვიმართა საკმაოდ კარგი ამინდია, განწყობაც ფანტასტიკურია თან დღეს საქართველოს ნაკრების თამაშია თურქეთის წინააღმდეგ და დიდი იმედი მაქვს რომ დღეს მოვიგებთ ამ თამაშს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის. და საღამოს უკვე ფეხბურთს უგულში მატკივრებთ. თბილისში მოტოციკლეტები აშკარად ძალიან შემცირებულია, ანუ ძალიან ცოტა თუ მხდება ხოლმე. ნუ მესმის ამ კანონმა ბევრი მოტოციკლეტი გაგვაჩერა. ბევრი მაინც დადის, ბევრმა შეცვალა მაყუჩები. მაგრამ რა იანვრიდან ზამთარში არ მგონია, ეხა ბევრმა დაიწყო სიარული, მაგრამ შემდეგ ზაფხულს, გაზაფხულიდან ასე თქვა უფრო კაი ამინდები რო გამოვა, ალბათ მონატრებულზე ბევრი დაიწყებს უკვე მოტოციკლეტით სიარულს. სხვათა შორის იმედი რომ მქონდა, რომ ქალაქში ჩემსას უფრო კარგი მანევრი აქვს და შენზე ბევრად მალე მივალო, თლად მასეც არ არის, იმიტომ რომ ამ მოძრაობაში ქალაქ თბილისში ესეთი საცობებია და ესეთი ამბებია, რომ რავი დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს როგორი მანევრის მოტოციკლეტით ივლო. ნუ ამასობაში კი გადაგამასწრო და აღარ ჩემს, მაგრამ წამოვეწევი და ნუ ერთდროულად მივალთ რა. დაჟე რომ მოვინდომო გავასწრებ კიდევაც, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, არ ვარ მაგის მოყვარული. ეხა ეს რომ ელოდებოდა, ეგაც ფაქტია, ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩემით დავეწიე თქო, მაგრამ იცი სტარება? დაზე? Ясно. წადი. კამერა რატო გაიჩე თავისით?
მოტოციკლზე ვიდეოს გადაღება, იმიტომ არის უფრო რთული ვიდრე მანქანის შემთხვევაში ან ზოგადად ისე როცა იღებ ვიდეოს, რომ ვერ ამოწმებ ხშირად რამ ვიდეო ჩართულია თუ არა, მიკროფონი დაკავშირებულია თუ არა და მსგავს დეტალებს. ეხლა წამოსვლის წინ 360 მახსოვდა რომ ჩართული იყო, შეიძლება ვიღებდი კიდევაც და მე თავისით გაითიშა, არ ვიცი, ან უბრალოდ თავიდანვე არ ჩაირთო და ეხლა შევამჩნიე. ნუ მაგას ვნახავ, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში თუ ეს კადრები არ გადამიღია, ნუ ძალიან გამიტყდება და სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ შემემთხვა ასეთი რამ. ამ 360-ს კიდე მაინც ხედავ აქედან რა დროს არის ჩართული, რა დროს არა და აქედანო შემიძლია ჩავრთო და გამორთო, მაგრამ აი ეს კამერა, აქ რაც მაქვს დაყენებული, მაგას ფიზიკურად რო ვერ ვხედავ, როდის არის ჩართული, როდის გამორთული და რას შვება საერთოდ, აი ეგ არის ძალიან ცუდი ამბავი და ახლა მანქანით როცა იღებ მარტივად შეგიძლიათ დახედო, ჩართო, გამორთო, რეჟიმები შეცვალო, რაც გინდა ის გააკეთო და მოტოციკლზე მსგავს რაღაცებს ვერ აკეთებ. ამ ხელამწერი და მეჯახეთ. ბევრჯერ მომსვლია რომ რაღაც ხან მიკროფონი არ იყო დაკავშირებული და ისე ვიღებდი, ხან კამერა არ იყო ჩართული და მეგონა რომ ვიდეოს ვიღებდი. მაგრამ არა უშავს. ვინ პირველიაო მახათაზეო, ხო ის მოიგებსო და რავი სად არის ველოდები, აი გამოჩნდა. სად ხარ აქამდე სად? მოკედ რამდენჯერ უნდა დაველოდო, აღარ შემიძლია. გადასასვლელი, შუაში ჭარი და არ ჩავარდეთ სიგადილა. აი აღიარეთ ეხა მეგობრებო რომ პირველი მე მოვედი და მეორე შემოვიდა ეს რაც გამოიცა ჩაფხუტი არის ჩემი. პირველი ვინ შემოვიდა აქ? პირველი ვინ შემოვიდა? შენ როგორ შემოხვედი? ეხა გიღებდი პირველი რომ მე შემოვედი მახათაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს შემდეგ მაგ ჩაფხუტს აიღებ, ჩართულია ეს და გადმოვცემ მე. აი ხა დაიწყო უკვე წუწუნ. ჩაფხუტი კი არა, მე მგონი კამერაც ჩემი საყიდელი გახდება, ხა მე დამბრალდება, შენ გამოგაფუჭდავ. ესე იგი გიო მთავაზობს ესეთ ჩელენჯს, რომ თავისი მოტოციკლეტით აი აქ მახათაზე ვიმყოფებით და ერთი ბოძი ქართულად როგორ არის? სტოლბას. არა, ბოძია ქართულად. ერთი ბოძიდან მეორე ბოძამდე. კარგად არის ის. ძ არა. ბოძიდან ბოძამდე რაც შეიძლება ნელა უნდა გაიაროო რა. აი ესე ვიტყვით ერთი ბარიერიდან, აი განათების ანძა ქართული არის? რავი რაღაციდან. ხო, აი აქედან. ხო, მოკლედ. ერთი განათების სტოლბიდან მეორე სტოლბამდე უნდა გაიაროს ისე ნელა, რომ ფეხი არ ჩამოდგას, მოტო არ ჩაუქრეს და არ წაიქცეს. ხო და ვცადოთ ეხა რა დრო დამჭირდება. წუთი და რამდენი მითხარი? ყველაზე ცოტა უნდა დაგჭირდეს წუთი და 20 წამი. ყველაზე ცოტა წუთი და 20 წამიო და ნახოთ მე რა დრო დამჭირდება. წავედით. აი, დამცავი რა თქმა უნდა, მართლა ხარ წავიქცე. ვიდეოს მინდა ჭირდება. დამცხება რა. მართლა. წაიცვი. ცხელა. გავშე მეგობრო, როცა ჩემთან გაკვეთილები დამცავის გარეშე არ ტარდება. მაგრამ აი ეს
ცხელა. ხო. გაკვეთილები მესმის, მე გაკვეთილზე არ ვარ მოსა. ნო, კაი. მე შინაურულად და ვარ მოსა. საფრთხეობა ყოველთვის გინდა გამოცდილი იყო, გინდა გამოუცდელი ეკიპირება ყოველთვის საჭიროა. ჭესე რომ ვიდგეთ წუთი და 23. მაგარია, უკანა ნოშკაზე ასწორებს, ხო? კაი, როგორ უნდა ჩამოწიოთ? წინ გადმოხილე წინ, ეს ჩამიწერა. გადმოხილე. ეგა. აი, მე როგორ ხოქავთ? რას ვაჭერ? შეპლენს მოუჭია. აჰა. მაგარი კლევა. თვითონ მოდი ჯერ მოდი რა ვქნათ. ჯერ და ისწავლო. ხო. ერთი რაპორტს მოტას მიეჩვია. ეს შენ ხარ? მესი არის. პროსტო ცხვირი ვავაწევინე ტანიც ხონდა ამას. რუსი ჩოყადე დამოიწყნა. კაი, ჯერ მოტო დავამუღამო, თავარაშოა საერთოდ. აჰა, რაც თავარია დადის. აი. ძალიან რთული იქნება ბალანსის მასე დაცვა, რომ ერთი წუთი დაგჭირდეს, ხო? მოდი სანამ მივალ, აქ ცოტა ვცადოთ, ძალიან ნელა გასვლა მაინტერესებს ერთი როგორი იქნება. და ეხლა ჩამიქრება ვაფშე ჩემი აზრით. დადან. არა ძალიან რთულია. ძალიან რთულია მართლა. თან მიუჩეველი ვარ ამ მოტოციკლზე პირველად ვზივარ. დაჟე მერჩინა ჩემი მოტოციკლით მექნა იგივე. აქ რაღაც წრეები როგორ უნდა დაარტყაო, ერთი აქაც დავარტყათ წრეს ანომიალთ. რო რამე მე მგონი მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩავალვარეთ. აი მარცხენა წრე კაია, ეხა მარჯვენას ვაყავთ. ძალიან გავედი. რთული იქნება ჩემი აზრით ძალიან. ტოიბოქსი. ტოიბოქსი კი არა, იქიდან გავლა. რა, ადვილია? რთული იქნება. ხო, რთული იქნება, ხო. მიდი, ჩართე ტაიმერი. რა? ჩემი ბაიკით როცა დოარჯობია? რა შენი ბაიკი? ჩემი ბაიკით გავედი. ბაიკი დავარდება, გასკდება კვახების რა და მოდი შევიცადე. 3, 2, წავიდა. გავიდა ერთი წუთი. რა 6 წავი ნახევარი გზა გავიარე უკვე. რა წახვედი რა ასო. არ დამიდგოს ხე. რა არ დაგიდგა, კიდევ მე გამგი ვარ კლეკი. კაი გავაგზავნე. წამოდი რა გავაგზავნე, წამოდი. რთულია ძალიან. რამე მარტივი შემოთავაზე. კაი, თავიდან ვცადოთ. ფეხზე ადგომა მოსულა? დაცხა? არა. 3, 2, წავიდა. ჩართე ტაიმერი? ბიჭო, ძალიან მალე მიდის, აზრი არა. რა წუთი და 20 წამი. აბა შენი ლიტრის მალე წავა, რა არის? იმას ვღეჭავ ისე კარგად ვიცი და ეს არ ვიცი ეგ. მაგარი არა, ეხლა ეს ნახოთ ბოლომდე როგორ გავა. მე შენ. არა უყირავდები. აუ ზუსტად მე 20 წამზე ჩამოდი კიდე წეგანის ეგრე მოგივა. მარცხნივ რო უხო უყირავდები. კაი, შენ გაი, ჰა? კონტრ გადახვევა, იცი? რუიაში შედი მაშინ და 5 ჯერ მეორე სიჩქარით კონტრ გადახვევით გადაწვი წეგან მე რას გავაკეთე მე. რატო? მაინტერესებს როგორ აწვენა, თუ რამე რაღაცებს შეგისწორებ რა. ანუ როგორ ქნა რაღაცაზე უთხარ ვიცი მეთქი და. რა შვები? ამას ამბობ? რა გინდა უნდა წამაქციო? სამი შეცდომა.
პირველი მოსახვეში დიდ გაზს რო აძლევ რა, სტაბილური გაზის შედიხარ მოსახვეში, რაც რო დიდ გაზს აძლევ, კუთხეს კარგავ და ის ახლოს შედიხარ რომ რაღაცა ხრამი ან რაღაცა რო იყოს, უეჭველი ან რაღაც გადმოწეული გაკრავ. ეს ერთი. მეორე ფეხი როდესაც გიდგას მაქსიმალურად ეცადე რომ ეს ფეხი აი ნახე, კამერაში გამოჩნდა. ეს ფეხი ხომ იდგას აი ეს სატეხი რა. ფეხის წვერი აწია უკან. აი იმ სატეხი. ხო, მივხვდი. წვერი თორე ფეხის თითელებს გაითევი რა. და ბოლო შენიშნა რა. რატო გადაობ? ვერაკეთე. არა. ნუ გადაობის გარშე ეს არის ჩემი მოსწავლეებისთვის. სიტყვაზე 12 გაკვეთილი აიღო, 400 ჯერ უნდა გაიარონ, რვია. ეს გეხმარება სწორ გახედვის სწავლაში და კონტრ გადახვევაში, სწორ დამორჩილებაში რა. აი მე დავიწყდი. ჯერა რომ დიდხანს დადგები, არ გინდა ტაიმერი, მიდი. მე უფრთხილდებოდი ამის ბაიკს არ ვაწვალე ესე და ამას აფეხებზე არ კიდია. და მე ჩაფხუტი მამძიმებდა. დაჟე ეკიპირებას მოცვამდა რომ სიცხესაც შევეწუხებინო. ეს მე მგონი ხა კაი ხანი ესე ივლისდა. A few hours later. 40 წამი გავიდა. მეც ხო ესე ვშვებოდი იდეაში რა უნდა და რას მერჩები. ერთი წუთი გავიდა ზუსტად და ამ ერთ წუთში ჯერ ალბათ რამდენი 70% აქვს გავლილი. გავიდა. წუთი და 20 წამს ჩვეულებრივად აცდა და მე უკვე მაგარი ვარო და წავიდა. მე მაგარი არა ვარ. მეც ახლა ვწორებ. ო, გეთანხმები მაგარი. უბრალოდ მოტოციკლზე რო ჯდები და გასაძლებ და კუბადურას კიდლობ ძლიერს და სადღაც ავტომატზე ჩაჭერ, ეს იმას ამიშნავს, რომ სიო, გამიტრუხდა ძმა, აი ესეთი სკილები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მიხვდე, რომ შენი ბაიკი გაგიტრუხდა და უკვე გამოსასვლელია რა, და თუ ვინმეს გინდათ კუბადურის გაზრს და უფასო ერთ გაკვეთის გთავაზობთ, ამოდით, აი იმ ბარიერებს დაგილაგებთ და გადაგალახინებთ, რაც თქვენ გჭირდებათ კუბადურის გაზდისთვის და სკილებისთვის. თუ გადალახავთ, მერე წადით და თამამად იყიდეთ სხვა კუბადურა და სხვა მოტოციკლით. მადლობა ყურადღებისთვის. როგორი უფასო რეკლამა ჩასვა უცებ? მეორე და მესამე ჯერზე საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი რა. ამ ყველაფერს რომ გაგეთებინე, მე ვიცი რომ ვერ გაგეთებ. არ არსებობს ეგეთი რაღაც თვარი ვარჯიში. როგორც ახლა მე მაგალითად ყველა იძახის რომ აი შეჯიბრებებზე რატო არ გამოდიხარ გემი, იმიტომ რომ მე ვაფშე არ ვარჯიშობ, მაგრამ იმისთვის რომ შეჯიბრებზე მონაწილეობა მივიღო. და ახლა მე ჯიმხანაზე რო გავიდე, ხო? ჩემი ნებისმიერ მოსწავლე მაჯობებს. იმიტომ რომ არ ვემზადებ. არა, რეკლამა გავიგეთ ახლა უცებ. მაინც არ შევსო. არ შეასვავ? გაიცი როდის გადაიხდი. კაი, ჩემოწმა. ესე იგი დღეს გეგმაში იყო რომ რაღაცები უნდა მექნა ამ მოტოციკლეთით, ველოდებოდი რომ წავიქცეოდი, სახეს დავარტყავდი რაღაც, შიგნიდან ისმეც ბრონიშილეტები და სპორტული ფეხსაცმელები ჩავიც, მაგრამ ცოტა იმედები გამიცრუა ამის მოტოციკლეთმა, თურმე ვერ და ხოდა შეგვეცვალა ცოტა გეგმა. სპორტით რო დაიხარ, ცოტა ნელაი არის, შეგვეცვალა რაღაცა წაიღო. ველოდებოდი რომ ის ექნებოდა დუგები და მთელი ამბები რა და რადგან დუგების გარეშეა თან ახალი შეღებილი აქვს მოტოციკლი, მაგიტო რაღაცები მიზეზი ხო გითხარი დუგები რატო არ აქვს? ხო. რატო არ აქვს? აბა არ გაქვს რომ დუგები დაუყენო და უდუგოთ დადიხარ. და კიდე? კიდე რა ვიცი. ხელით მიჭირავს მოსწავლეები და დავყვები. აუ ამან მე 1000-ად ჩასვა თავისი რეკლამა. მოდით ხალხო, მოდით. არ მოხვიდეთ რომ ადგილები არა, მაგრამ მოდით. იცოდე გითვლი მაგ რეკლამებს და მე ერთიანად დაგიანგარიშ. ხო მოკლედ დუგების გამო ბევრი რაღაც აღარ ვქენი, იმიტომ რომ საფრთხის შემცველი იყო. შეიძლება და რაღაც მომხდარიყო და შემეცოდა ძალიან რომ დაზიანებულიყო. ნახეთ, ბზინავს ახალი შეღებილი არის. მაგრამ რაღაცები მასწავლა, რაღაცები მაჩვენა, რაღაცები გვიმაიმუნეთ. მოლოდი უკეთესი იყო, მაგრამ არა უშავს. ამას საერთოდ რა ვიდეო უნდა ჩაწეროთ, შეხედე. აი, მომიდი. ეხლა მოვიდა მოსწავლე და ერთ სული აქვს რომ დაიწყოს და მომიშოროს თავიდან, მაგრამ მოსწავლე მომიდა, რომელსაც თავისი ბაიკი ყავს, ჩემთან იარა და თავისი ბაიკით ვაგზელებს სიარულს. Adventure იყიდა 200-იანი. აბა თავის Adventure. ეკლესიის ეზოში მიყენია და გადმოვიყვანთ ცოტა ხანში. აჰა, და Adventure-ს უნდა გაიარო.
თვითონ ივლის adventure-ში და სწავლობს თავის მოტოციკლს ეჩვევა. დადუგულია სხვათა შორის. შენ დაყვები ეს? კი. ცელად ეგრეც არა, იმიტომ რომ მიეჩვია ხელიდან და აღარ სჭირდება. აჰა, ძალიან კარგი. წინააღმდეგ ხო არ იქნება ჩვენც რომ გადავიღოთ შევხედოთ. კი, შეგვიძლია რომ მოტოციკლი გადმოვიყავ და ნახოთ და რავი, გავატესტინოთ ხო შენი მოტოციკლები რა. არა, გადაგიღებთ მეთქი არა, დაგსვათ რომ adventure-ზე ხო შეგვამზადოთ. წინაზე შევპირდი რომ adventure-ზე უნდა დაგსვა, იმის და მივხვდეთ რომ დაბალი კუბადურა უნდა ვაჩვენო რა მაგარია adventure-ზე დაждო. ჩათვალეთ მანქანა, რომელიც off-road-ია და დალიფტული. კი. წავიდით. მოკლედ სანამ გავალ და გავტესტავ ამ მოტოციკლს და გავული ვნახო როგორია, გაგვაცანი ზუსტად რა მოდელია, როგორია. CB200X საკმაოდ ბიუჯეტურიანი adventure-ი არის, 200 კუბადურა. უბრალოდ 195 თუ 197 ზუსტად აღარ მახსოვს და რახან ესე სპორტის მძღოლი ხარ და დაგპირდი რომ adventure-ზე დაგსვავდი. პირველად ახლა ჩემი მოსწავლის ბაიკია, ნებართვა მოგცა რომ დაგეტესტა და მაინტერესებს ერთი adventure-ის ჯდომა, სირბილე და მანევრი იმის და მიუხედავად რომ ნამდვილი adventure-ის რეპლიკაა. როგორ მოგეწონება რა და მინდა რომ შენი აზრი დააფიქსირო ეს რო დიდი კუბადურა იყო, იყოლიებდი თუ არა, დატესტავდი თუ არა და სადმე წავიდოდი თუ არა რა. აი, თქვი მე უკვე შენ ვიდეოში, აი. კაია, უკვე ძნელ კომფორტს რო არ დაიღლები ისეთია. ხო. და დაიმახსოვრე, რეპლიკა და 200-იანია. და არა 650-დან ზემოთ უნდა იყოს წესით adventure რა, იმის 1200-იანი მინდა მე ალბათ უფრო რომ 1200-იანი არა. სამოგზაუროდ გამოვიყენო გზავრთან და ბარკთან ერთად. 800-იანი ამოგივა ყელში, ჯერჯერობით, დამიჯერე. ყელში შენობა საკმაოდ მძიმეა და ფიზიკურად ვერ გადაადგილდები, იმიტომ რომ მაგის მანევრის სწავლა სხვა სკილების სჭირდება რა. აი, მიდი აბა. რა სიცავს? ერმილე! ჩემი კაი, ცოტა ხანში მოვიყოლე ეს ეცო იტყვის. წავიდა. ასე გიოდ ბაიკთან ხედავდი, ტრანსპორტით გიარა და ეს. ისეთი სამართავია, ვეძიო ლანგა დაგღალოს ოთუც. რაი, ხან კომპლექტობია მართლა. ვისწავლე მე მგონი adventure-ი ხალხო უახლოეს მომავალში რომ adventure-ი შევიძინო არ გაგიჭირდეთ იმიტომ მიყვარს ამ მოგზაურობა და ისეთი მოტოციკლით რომელზეც ალბათ არასდროს დაიღლები რა მაგას რაჯობია ძეძე ძალიან კომფორტული სამართავია ნუ ეხლა 200-იანია და ჩარე რა თქმა უნდა ნაკლები აქვს როცა გზაზე მიდიხარ კარგი გემატება მგზავრივე საკავს უფრო მეტი კუბატურა გჭირდება, მაგრამ ისე ქალთბილისში სამოძრაოდ ეს მე მგონი ცუდი საერთოდ არის. ან საქართველოს სამოძრაოდ მე მგონი ცუდი საერთოდ არის. ოღა მანევრიც გეომოწოთ, ჩემი მოტოციკლით, ეს მოტოციკლეთაც ძალიან მარტივად გავიარე, ეს საბურავად ძალიან მარტივია მართლა. ამიტის გავა, იმიტომ რომ მიხედავთ იმისა, რომ ზომიც უფრო დიდია და სუსხანელი ზომი აქვს, მანევრს ნამდვილად არ ვუწევი. Ну, ეს მოდელი რა თქმა უნდა ჩემთვის ამას არ განვიხილა, უფრო კუბატურის გამოც და ცოტა სურვილები მექნებოდა adventure-თან დაკავშირებით, უფრო ფიქრობ რომ GS შევიძენ ალბათ, მაგრამ სამართავად არის მართლა ძალიან მარტივი და სასიამოვნო. ნაჭი აბა გამოსვეთე. მაგრამ ახლა ალბათ ის სამართავია. ეს შეგზე გადაწერა და ისე იმოგზაურო, რომ რავი. აუ ძალიან ველოსიპედით მარტივი სამართავია. ვიზუალურადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. რა ვიცი, ცუდი ნამდვილად არ არის და თან ძალიან ბიუჯეტურია. გიო, ამის ფასი შემახსენე რა ჯდება, ვინმესო დაინტერესდეს? ეს ახლა ფასდაკლებით დაგვიჯდა 6700 ლარი, მაგრამ ისე მაქსიმუმ 8000 ლარი ღირს მაღაზიიდან რომ გამოიყვანო რა. სულ ახალი აპკატკა შენი ხელით რომ მოხსნა პარკი რა და ამ ფასში, ამ კლასში ძალიან კაი მოტოციკლია. ძალიან საკმაოდ, კი. თან ეკონომიურია, 200 უწერია 100 კილომეტრს. შვენია. ბოქს რო გავუსვებ და საბერძნეთიდან რო რეკავრო ბაკიმა გასავსები ძმეო თბილისიდან გამოვედიო. ეგრე მოგიწევთ. აქ რატო ვასწავლი შენი ასეთ? 1 საათით ადრე ამოვდივარ და მოსწავლეებისთვის ლოცულობ. რომ რამე არ მოვიდეს. და თუ რამე მოუვა? აქ არის მამაო, აქ არის ისა, რა ქვია, პანთეონი აქ არის, ყველაფერი აქ არის, მიწა, ყველაფერი. ლაფატკა იქ მიდე. აი, გეყოფა რა შევიდე. ეს იუმორი არ არის. ეს სიმართლეა.